2025 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს შეუერთდება საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ კონვენციებს. ამის შესახებ აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. როგორც უწყებაში განმარტავენ, საუბარია საერთო სატრანზიტო და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციებზე. ამის შემდეგ საქართველოს ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ნაწილი უნდა გახდეს. ტრანზიტულ ტვირთს თუ ნებისმიერ ექსპორტიორს შეუძლია ევროკავშირის მიმართულებით ევროკავშირის წევრ 27-ვე სახელმწიფოში და ჯამში 36 სახელმწიფოში, რომელიც შეერთებულია ამ კონვენციას, ტვირთი გადაადგილოს შეუფერხებლად და სხვა დამატებითი დოკუმენტაციის, დამატებითი გარანტიების და ყველა საბაჟო გავლილი საბაჟო ორგანოების, ანუ დამატებითი კიდევ პროცედურების გარეშე. ანუ ჩვენ საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი დეკლარაცია უზრუნველყოფს მათ, ასე ვთქვათ, უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას 37 ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს შეუერთდა ერთიან სატრანზიტო სისტემას NCTS. ეს გულისხმობს გამარტივებულ პროცედურებს საბაჟო ესე იგი გაფორმებისას, საბაჟო საზღვრისკვეთებისას, გულისხმობს ერთიანი გარანტიების წარდგენის შესაძლებლობას და ურთიერთაღიარებულ გარანტიებს თავისთავად. საბოლოო ჯამში ორგანიზებულ გადაზიდვებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ან მათი დანიშნულებით ჩვენგან.